ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. სასამართლოს სხდომა 2 აპრილს ჩაინიშნა. 25 მარტის სხდომა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ 7 საათი გაგრძელდა. პროცესზე დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ ბრალდებულთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო, რადგან არსებით განხილვაზე გადასვლისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობდა. თუმცა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ პროკურორების პოზიცია გაიზიარა. დღის განმავლობაში სხდომის პარალელურად სასამართლოს ეზოში ბრალდებულების ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. უკვე მესამე სხდომაა სასამართლო მათ პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევს. 25 მარტს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცეს უფლებადამცველი ორგანიზაციების დამკვირვებლებსაც. ამასთან ადვოკატების განცხადებით პროცესზე დასწრების ნება არ დართეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც. რაღაცნაირად განცდა დაგვრჩა, რომ მოსამართლე თავიდანვე იყო ჩამოსული იმ განწყობით, რომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ეს არ ეხება მხოლოდ მტკიცებულებების ნაწილს, ეს ეხება თუნდაც ხალხის დაშვების ნაწილს, ხალხის დაშვებაზე უარის შემთხვევაში ეს ეხება მონიტორის სამსახურის დაშვების, თუნდაც სახალხო დამცველის წარმომადგენლის დაშვების საკითხს. შემდგომ ერთ-ერთ მშობელზეც ვთხოვეთ პროკურატურამაც ამასთან დაკავშირებით მხარი დაგუჭირა, თუმცა არც ეს გამონაკლისი არ დაუშვა. ცალკე საკითხი არის ის, რომ არსებითად დარღვეული მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვების სტანდარტი იყო დარღვეული რეალურად პროკურატურის მიერ წარმოქმნილ მტკიცებულებებში, თუმცა მიუხედავად ამისა, სასამართლომ ვერ დაინახა ვერანაირი კანონდარღვევა ამაში და პროკურატურის ყველა მტკიცებულება დაუშვა, ხოლო ჩვენ კი ამოგვერიცხა ესეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, როგორიც არის ევროსაბჭოსა და ევროსასამართლოს რეზოლუციები. დაცვის მხარეს ჰქონდა შუამდგომლობა ლეგიტიმური დაყრდნობილი კონკრეტულ საფუძვლებთან მიმართებაში, რომ არ არსებობდა ჯგუფურობის შემადგენელი არც ერთი ელემენტი და არ იყო ბრალდების მხარის მიერ წარმოქმნილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვერბალურად, არავერბალურად თუ რაიმე სახით ამ 11 ბიჭს შორის რაიმე სახის შეკავშირებას. შესაბამისად ამაზე დაყრდნობით ვთხოვდით მოსამართლეს, რომ შეეწყვიტა სისხლის სამართლებრივი დევნა და სისხლის სამართლის საქმე არ გადაეცა არსებითად განსახილველად, თუმცა მოსამართლემ მოლოდინი გარკვეულწილად მათ შორის ჰქონდა ესეც, რომ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საფუძვლიანი მოთხოვნა და არ დააკმაყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით. არა თუ დადასტურებული მტკიცებულება, არამედ მინიშნებაც კი არ არსებობს ამ ადამიანების ერთმანეთთან აცნობასთან დაკავშირებით, საკმარისად ინფორმაცია უკვე იმისთვის, რომ დევნა ამ ეტაპზე შეწყვეტილიყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, 2 კვირა ჰქონდა და 2 კვირის განმავლობაში ფლობდა ჩვენ წერილობით პოზიციებს სასამართლო. მიუხედავად ამისა, ზუსტად იმიტომ, რომ ბუნებაში არ მოიძებნება არავითარი არგუმენტი ჩვენი პოზიციების საწინააღმდეგოდ, ყოველგვარი ახსნისა და განმარტების გარეშე უბრალოდ უარი თქვა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნების საკმაყოფილებას.